ჯერ კიდევ ემოციებში ვარ, გააზრება კიდევ რთული არის, რადგან მეორედ მოხდა. პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გადაუხადო ყველა სპორტსმენს და ყველა ადამიანს, ვინც ამას ჯული მიიღო, იმიტომ რომ მსგავსი დარბაზი ხელბურთზე ჯერ არ მინახავს და ამაში მადლობას ვიხდით. მეორე ის რომ ეს მოხდა ისტორიული ფაქტი მეორეჯერ და ამის ძალიან ბედნიერები ვართ და უბრალოდ ყველას დიდი მადლობა და შევეცდებით რომ ევროპაზეც საქართველოს ვასახელოთ. საკმაოდ დაძაბული მატჩი იყო. თავიდან პირველი ტაიმი რთულად დავიწყეთ. რთული იყო თავიდან თამაშის შესვლა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდით რომ თამაში გვეგრძნო და მეორე ტაიმში ეს ყველაფერი იგრძნობოდა, გამოვასწორეთ თამაშის ხარისხი. მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა. თითქმის სავსე იყო დარბაზი და მათი მუხტი და მათი გულშემატკივრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბედნიერი დღეა, რადგან საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და გილოცავთ სრულიად საქართველოს და რა ემოციურად ისეთი დაყრილი ვარ, უბრალოდ სიტყვები ზედმეტია და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის. დატვირთვა იყო ძალიან მაღალი და ეთყობოდა კიდევაც ბიჭებს. ისეთი თავისი 100% ვერ ვითამაშეთ ჩვენ ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორე ტაიმის დასაწყისში, მაგრამ სრულიად საქართველოს ულოცავ აი ამ გამარჯვებას. ყველა იმ ადამიანს ჩვენ ვინც გულშემატკივრობდა, ვინც გამოდიოდა სოციალურ ქსელებში რომ უნდა მოსულიყავით და დაგეჭირათ ჩვენთვის მხარი.